ორი წელი გავიდა შოუის ტრაგედიიდან. 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა განადგურდა საკურორტო ზონა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენი ჟურნალისტი შალვა სუმბაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. შალვა, გისმენთ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ახლობით 1 საათის წინ მოვიდნენ შოუში, სადაც მოინახულეს ის ტერიტორია, სადაც შოუში სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება. ამ მემორიალთან გადაიხადეს ასევე პარაკლისი და ამ პარაკლისს ესწრებოდნენ ოფიციალური პირები. დღესვე აქვე გაჟღერდა კიდევ ერთხელ, რომ სწორედ ტერიტორიაზე მემორიალის მახლობლად ასევე აშენდება ეკლესია ამ ფორმით. კიდევ ერთხელ მოხდება იმ ადამიანების სახელების უკდაუყოფა, რომელიც ამ ტერიტორიაზე 2 წლის წინ დაიღუპნენ, რაც შეეხება უშუალოდ სტიქიას. სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის განვითარდა რაჭაში, შოუში, მდინარე ბუბასწყლის ხეობაში. ჩამოწოლილმა კლდოვანმა მასამ გადაკეტა მდინარე და დაგროვებული ღვარცოფული მასა რამდენიმე საათის შემდეგ წამოვიდა უშუალოდ დასახლებისკენ და მთლიანად გაანადგურა კურორტი შოუი, გაანადგურა კოტეჯები, აქ მდებარე სასტუმროები და ამ ყველაფერს შეეწირა 32 ადამიანი, რომელიც ამ პერიოდისთვის, როდესაც სტიქიური უბედურება განვითარდა, აქ იმყოფებოდა, წაღებული იყო ინფრასტრუქტურა მთლიანად და ვერ ხერხდებოდა ასე ვთქვათ კომუნიკაციების დროული ასე ვთქვათ აღდგენა. აქვე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ მთელი ღამის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ 4 საათზე მოხდა სტიქია, მთელი დღის და ღამის განმავლობაში აქტიური მუშაობის შედეგად მაშველებმა მოახდინეს 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება დროულად და მათი გადარჩენა სწორედ იმ მიმდინარე სამუშაოებით მოხერხდა, რომელიც აქ მიმდინარეობდა უშუალოდ პროცესების განვითარებიდან უახლოეს პერიოდში. ამ სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა 2 ვერტმფრენი და ამ ვერტმფრენების მონაწილეობით მათ შორის სასტუმრო Sunset Show-ის ტერიტორიაზე გადარჩენილები უკვე დროულად გამოიყვანეს ამ ტერიტორიიდან და შემდგომში უკვე მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც დაკარგული იყო მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ასე ვთქვათ სამაშველო ღონისძიებები, 31 ადამიანის ცხედრის პოვნა მოხერხდა, 1 ადამიანი ამ დრომდე ითვლება დაკარგულად. დღესვე ამ ტერიტორიაზე, სადაც ამ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი შენდება, მოვიდნენ აქ ამ ადამიანების ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, ყვავილებით შეამკეს მემორიალი და გაიხსენეს ის ტრაგედია, რომელიც აქ 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა. ძალიან მტკივნეული არის ჩვენთვის ეს მდგომარეობა, ეს სიტუაცია. 1 წუთიც არ არის, რომ ეს ჩვენ არ გავიხსენოთ და ჩვენს გულში ეს არ იყოს. ჩემთვის პირადად ეს მემორიალიც, რა ვიცი, ძალიან კარგია, რომ კეთდება ამ მივესალმები ამას. ესენი არიან გმირები ჩვენთვის, ჩვენი მთელი რაჭის და ჩვენი ოჯახების, რა თქმა უნდა, არიან გმირები ესენი, რომ რა ვიცი, ალბათ იბრძოლეს, ჩვენ არ გვინახია, მაგრამ ალბათ იბრძოლეს გარკვეულმა რაოდენობამ მაინც, რომ გადარჩენილიყვნენ, მაგრამ ვერ დააღწიეს თავი ამ მდგომარეობას. ხედავდით, რომ უცებ გაქრა, ყველაფერი გაქრა ჩვენს თვალწინ. გაქრა შენობები, კოტეჯები, ხეები, ხედავდით ამ მანქანებს მიქონდა წყალს. ესეთი დიდი და ესეთი მასშტაბის ტრაგედია არ მომხდარა საქართველოში და ეს ალბათ არავის არასდროს არ დაავიწყდება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მემორიალი იმისთვის, რომ ხალხი მოვიდეს და პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს. პრემიერ-მინისტრი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, თბილისის მერი ახლა უშუალოდ ესაუბრებიან მოქალაქეებს, რის შემდეგაც მედიასაც გვექნება შესაძლებლობა, რომ გავესაუბროთ და უსვათ მათ კითხვები და ბუნებრივია, როდესაც ოფიციალური პირები დაიწყებენ მედიასთან კომენტარის გაკეთებას. დაგიბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა შალვა, ეს იყო შალვა სუმბაძე, შოუს ჩვენ ისევ ჩავთავთ პირდაპირ ეთერში.